დიახ, პირველ რიგში უნდა დავადასტურო, ეს არის პოლიტიკა და პოლიტიკის კეთება, სადაც პოლიტიკოსების გარეშე არ ვიქნებით. პირდაპირ გათვალისწინებული არის, როგორც თავის დროზე 1917 წელს შეიქმნა და სხვა შორის იმ შექმნაში ორგანიზატორებიც კი პოლიტიკოსები იყვნენ, მაგალითად ინტერპარტიული ჯგუფი, რომელსაც ცხენკელი, აკაკი ცხენკელი ხელმძღვანელობდა, მაგრამ ჩვენ ვთქვით, რომ იქაც 1/3 ადგილი ეჭირა, მთელს აქაც ეს ადგილი ნამდვილად ექნება პოლიტიკოსებს და ვფიქრობთ, რომ ეს მთელი მოძრაობა მიმართული არ არის არცერთ შემთხვევაში, რაიმე ალტერნატივა შევქრათ იმ მოძრაობისა, რომელიც არსებობს. ჩვენი მოვალეობა არის პირდაპირ გაძლიერება იმ ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის, რომელიც ამ წუთში არსებობს და რომელსაც ჩვენ მივეცით ხმა და ჩვენ მასთან ერთად ვაპირებთ ამ ბრძოლის გაგრძელებას. ანუ ეს არის გამოკვეთილი მდგომარეობა, მაგრამ იცით რა არის, ქალტონმა სოფიკომ ძალიან კარგად ჩამოაყალიბა, რომ სამოქალაქო საზოგადოების როლის შესახებ, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მთელი პროცესი არის წინააღმდეგობის მოძრაობის შექმნის პროცესი. ჩვენ ახლა ხელისუფლება არ არსებობს, ძალაუფლება გვაქვს უზურპირებული, ხომ? უზურპაციას კიდე ერთი უზურპაცია ემატება, რომ ეს პრეზიდენტიც აღარ უნდა იყოს კანონიერი ან ლეგიტიმური, რომელიც დაგვრჩა და ახალი პრეზიდენტი, ამიტომ უბრალოდ ეს პრეზიდენტი იქნება ლეგიტიმური და არის ლეგიტიმური და გვეყოლება არალეგიტიმურიც, რაღაც გარკვეული ორ პრეზიდენტი ანობა გვექნება. მაგრამ ლეგიტიმური ერთი ძალაუფლება რჩება, მაგრამ ფაქტი რა არის, რომ 1917 წელს როცა შეიქმნა, იცით არის ხო ჯერჯი მათ ბიოგრაფია ჩვენ უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, მაინც 33 წლიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის და ბრძოლის ისტორია მაინც გვაქვს, იმათ არ ქონდათ და თან იქ რუსეთში მთავრობა დამთავრდა, არ იცოდნენ როგორ წასულიყვნენ, ხომ? ამიტომ მათ შექმნეს, რომ ახალი სახელმწიფო ჩაუყარეს საბჭოებს. ახლა ჩვენ ვფიქრობთ, რომ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების უფრო მეტი ორგანიზებული უნდა შევძლოთ, იმიტომ რომ თქვენ როცა ჩაევლით იმ ნათელ ადამიანების ქუჩაზე, ის ადამიანები ელოდებიან, რომ ჩვენ ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ და მათ ფუნქცია უნდა გაუხსნათ მონაწილეობის ამ პროცესის, ხომ? ამიტომ ჩვენ თვითონ მათგანთან უნდა მივიდეთ, დაველაპარაკოთ აი ყველა სფეროს ადამიანები, აი ჩვენ პირდაპირ გვიწერია, რომელიც კულტურის სფეროა, აკადემიის სფეროა, თუ სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა სფეროები. ამიტომ არის რომ ეს არის სიმართლე გითხრათ საბოლოო ჯამში ეგ არის წინააღმდეგობის მოძრაობის მთავარი ფრონტი, რომელიც იქნება პოლიტიკურ პარტიებთან ერთად. სადაც შევა ყველა მათგანი, აი სხვა შორის მათ მოიწვიეს იმ ყრილობა, იმ გაერთიანება მოიწვია ეროვნული ისტორიული მემკვიდრე იქნება ეს ასამბლეა. ახლა მას მემკვიდრეობას აცხადეთ, ეროვნული ყრილობა მოიწვიეს, შემდეგში მათ შექმნეს, თქვათ, ეროვნული საბჭო, რომელმაც გამოაცხადა დამოუკიდებლობა სულ და კიდე გრძელდება. ნახეთ, მე რომ სახელებს დაგისახა, დივანი ჯავახიშვილი, სულ აკადემიის სფეროს და უნივერსიტეტებს წარმოადგენდა, ხომ? აქ იყვნენ ეროვნული დემოკრატების საუკეთესო ნაწილები, ხომ? წერეთლები, ანუ ყველა ნოე ჟორდანია პირველსავე დღეს წაიკითხა პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ, ხომ? ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ამოცანა არის, რომ ჩვენ ხა ლოდინის დრო აღარ აქვს, სხვა შორის დაგვიანდა კიდევაც აი საბჭო შეიქმნა, რომელსაც პრეზიდენტი აკეთებს, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა ვითანამშრომლოთ, ჩვენ პირადად მიგვაჩნია ლეგიტიმური პრეზიდენტია, ლეგიტიმური ჩვენი მხრიდანაც მას იგივე ხმა ექნება, მაგრამ ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია, თუმცა ჩვენ გვაქვს უკვე კომუნიკაცია, გვაქვს ურთიერთობა, მათ ჩვენ ველაპარაკებით, რომ ჩვენ უნდა შევხვდეთ, იცით არის, ჩვენ გვაქვს ასეთი რამ, რომ ჩვენ ამ წუთში გაგვიჩნდა რეალური აი ესეთი ეგზისტენციალური საკითხი, ჩვენ კარგად სახელმწიფოებრიობას, ჩვენ მივდივართ რუსეთში, მე მგონია, პირდაპირ მგონია, აი ნახეთ, ბიძინა ივანიშვილი არ მართავს ხელისუფლებას, ვიღაცა რამოდენიმე რუსი ოფიცერი ან ვიღაცა ზიის აქვს, რომელიც პირდაპირ იცლება დავალებებს, ხო? აი დღეს მე იქაც გამოცხადე და ვამბობ კიდე რომ დააკვირდით, რომ სანქცირებული ესე პოლიციელებს ღირსების ორდენზე წარადგენს, ანუ პირდაპირ ომს უცხადებს დასავლეთ და თავის მოქალაქეებს მაგნიცკის სიაშია შეყვანილი. თავის მოქალაქეებს უცხადებს ომს, რომელსაც შვილები უწემეს და უკანონმდებლობს. ანუ თვითონ ეს არის რუსეთის დავალება, რომ ვინც ჯიდა კობახიძეს ჩასულიყო ირანში და ტერორისტებთან დამდგარიყო, ხო? ამიტომ ვამბობ, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ რუსეთისკენ სასვლელად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ როგორ უნდა შევუშალოთ ამ